მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ვართ. თუნდაც ისევ რჩებიან სტუდენტები პროტესტის ნიშნად, ისინი ისევ აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას, ძალაუფლების მიტაცებას, ქვეყნის ევროპული კურსის ჩაგებას და ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას, ასევე რეჟიმის ტყვეების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. აქ ისევ გაშლილია პლედები, როგორც ეს ხდებოდა 2024 წლის ნოემბერში, მაშინ ჩატარდა არჩევნები და გაჩნდა შეფასება, რომ არჩევნები გაყალბდა. მაშინაც სწორედ აქ რამდენიმე ღამე გაათენეს სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად, რასაც მოჰყვა სოლიდარობა არაერთი ხომაღლის სასწავლებლის მხრიდან. შემდეგ უკვე იყო 28 ნოემბერი, როცა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ის პრაქტიკულად აჩერებს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს. ვისაუბროთ სტუდენტებს დღევანდელი აქციის შესახებ. არჩილ ბერიძეს ვხედავ სტუდენტს, თქვენ ერთ-ერთი სტუდენტი ხართ, რომელიც მაშინაც ნოემბრის დღეებში წაკათენებდით ღამეებს და დღეს ხართ ამ წინააღმდეგობის ავანგარდში, ხო? დღევანდელი აქციის შესახებ მოგვიყევით, რატო გადაწყვეტთ ისევ გაათენოთ ღამე უნივერსიტეტის ფოიეში? დღეს შევავიარეთ მეგაბინეტი, სადაც სტუდენტებოდა ლექცია, გამოვიყვანეთ სტუდენტები გარეთ, უბრალოდ ვთხოვეთ, რომ გამოსულიყვნენ გარეთ და რა თქმა უნდა, მათ ჩვენ თქმა და გაითვალისწინეს, იმიტომ რომ ძალიან ძიმე საქმესთან გვაქვს. ასე ვთქვათ, ძიმე საქმეა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით ახლა. ერთია ქვეყნის გადარჩენა და მართლა პროცესი გვიდგას და მეორეა ჩვენი მეგობრების საქმე, რომელიც სრულიად უკანონოდ არიან დაჭერილები. მათე ცენტრაძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, რომელიც ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ასევე ლუკა ნაცრიშვილი, სხვა ჩვენ თანამებრძოლები, იგივე ბათუმელი მედროშე, რომელიც ნაცემია, ასევე ბათუმელების ჟურნალისტი ქალბატონი მზია ამაღლობელი, რომელიც ჩვენი ყველას ღირსებას იცავდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე გურამ მურვანიძე, ვიდეო ოპერატორი. კი ბატონო, ოპერატორი გურამ მურვანიძე და სხვები, ძალიან ბევრი ადამიანი თბილისში 400-ზე მეტი ადამიანი დაჭერილი, ნაცემი. ამის გამო დღეს 15-იანვარს ან 15 საათზე მთელი საქართველო გაიფიცა და სტუდენტები შეუერთდით ამ გაფიცვას სიმბოლურად დღეს დავრჩით ამ უნივერსიტეტში და რჩებით ისევ ღამეს ათენებთ უნივერსიტეტის ფოიეში. უნივერსიტეტის ფოიეში, როგორც დავიწყეთ საპროტესტო და დღეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან მათ უნივერსიტეტებში თბილისში. რამდენი უმაღლესი სასწავლებელი უერთდება ამ აქციას, სადაც ღამეს ათენებენ? რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის ილია, თესეუ, სეუ და ასე შემდეგ. უნივერსიტეტები, რომლებიც აქამდე ჩვენთან ერთად იყვნენ, უნივერსიტეტები, რომლებიც აქამდე აპროტესტებდნენ გაყალბებულ არჩევნებს და ძალადობრივ სისტემას და დღეს ჩვენი აკრიტიკა არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ორ მთავარ მოთხოვნას ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას დაემატა მესამე მოთხოვნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და რექტორისგან, გულისხმობ აკადემიურ საბჭოს განცხადების გაკეთება მოუთხოვეთ, რომ ეს ადამიანები, ელიზბარ ჩხიკვაძე და მათი ცენტრაძე ამ უნივერსიტეტის სტუდენტები არიან პოლიტპატიმრები, არიან უკანონო დაპატიმრებულები და მათ თქვეს, რომ მოიძიებენ საქმე, ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს ვიდეოები, სადაც ღიად ჩანს, ნათლად ისე ბათუმელების პირდაპირ ლაივი, მაშინ როცა თქვენი კოლეგა იყო ჩვენთან ერთად, როდესაც იჭერდნენ ჩვენს თანამებრძოლებს და არ ვიცი, ნახოთ ისინი რას ნახავენ, თუ არ ნახავენ განმავლობაში ჩვენ პროექტორით გავაშუქებთ იმ კადრებს, რაც გვაქვს, რაც იძებნება, რაც საჯაროა და ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი და ველოდები უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს განცხადებას და ასევე მინდა ერთ გამოვიყენო ჩვენ 14 ნოემბერს როცა შემოვედით, მაშინ ვაპროტესტებდით უნივერსიტეტის მონაწილეობას გაყალბებულ არჩევნებში და ამ უნივერსიტეტის პარტიულად მართულობას ვაპროტესტებდით და დღეს უკვე აღარ ერიდება ქართული ოცნება რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა ტიტი აროშიძე, ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების სიით არის გასული დე-ფაქტო ხელისუფლებაში და თვითონ დეპუტატიც არ არის თვითონ ღიარებული დეპუტატი, არც ერთ საგარეო ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანას არ უღიარებია ის ხელისუფლება, რომელმაც მიიღაცა დღეს ძალაუფლება და
ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე გადადიან სხვა ეტაპზე, მათ უნდათ მაქსიმალური წმენდა ჩაატარონ უნივერსიტეტში, ვინც ოპოზიციონერია და კრიტიკული ოპოზიციონერიც კი არა, ვისაც კრიტიკული ადეკვატური აზროვნება შეუძლია და ადეკვატურად აზროვნებს, გაუშვას უნივერსიტეტიდან და ჩვენ ვთქვით, რომ ამას არ შევარჩენთ უნივერსიტეტს, ამის უფლებას არ მივცემთ და მანამდე ვიბრძოლებთ, სანამ ამ ბრძოლას არ მივყვათ ბოლომდე, ანუ გამარჯვებენ. თქვენ დღეს სტიკერიც გაუკარით რექტორის მისაღებში, ხო? იმიტომ რომ მას თხოვდით, რომ დაიფიქსირებინა პოზიცია, რომ სტუდენტები, რომლებიც დააკავეს მათ შორის ამ უნივერსიტეტიდან, მათ შეუზღუდეს გამოხატვის თავისუფლება, ხო? იგივე მათი ცენტრაძის ან ელიზბარ ჩხიკვაძეს, მათ ისინი აკრავდნენ სტიკერებს, ცდილობდნენ გაეკრეთ სტიკერები, მიფიცება საქართველოს და ამის საშუალება არ მისცა პოლიციამ, ან პოლიციამ კანონის დაცვის ნაცვლად დაარღვია ადამიანის უფლებები. რექტორ თქვენ დღეს შეხვდათ აქ როგორც გავიგე მერაბხალბაში. რა პასუხი მიიღეთ მისგან? ამ სტიკერს აბედი ეწია, ასევე რომელიც გააკარით მის მისაღებში. სამწუხაროდ მეტი აღარ მაქვს, რომ ავაჭრელებდი მთელ კარებს, მაგრამ არ აუშავს, ხვალაც ვიზამთ მაგას, ეს გვიანი არ არის. პირდაპირ ეთერში გავაკარე სტიკერი და თქვენს ეთერში ასევე დაურეკეთ თქვენს თვალწინ და სხვების თანდასწრებით არც ერთმა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა არ უპასუხა და დღეს რექტორმა შეხვედრას განცხადა, რომ ის იყო ლექციაზე, მაშინ როდესაც არასალექციო საათებში ურეკავდით. ესეც გვერდით რომ გადავდოთ, შეხვედრაზე რექტორმა თქვა, რომ მოიძებდა ინფორმაციას მათე ცენტრაძისა და ელიზბარ ჩხიკვაძესთან დაკავშირებით და შემდეგ იურისტებთან გაივლიდა ამ საკითხს. უნივერსიტეტს რა განცხადება შეიძლება უნივერსიტეტმა განცხადება შეიძლება გააკეთოს, უნივერსიტეტს რითი შეუძლია დაეხმაროს. მე უბრალოდ მგონია, რომ ქართული ოცნებიდან ეთქვიან ეს დაწერეო და დაწერეს, მაგრამ მე ვუთხარი, რომ მე არ მივიღებ, ჩვენ არ მივიღებ განცხადებას, მე მიჯნები ორმხრივ ძალადობას და ასე შემდეგ. არანაირი ორმხრივი ძალადობა არ ყოფილა, იყო მხოლოდ ერთმხრივი, სამმხრივი ძალადობა. პოლიციელები ძალადობდნენ, მშვიდობიან დემონსტრანტებზე და თუ უნივერსიტეტი ალბათ რომ ამის შესახებ არ იცოდა, არ ქონდა ინფორმაცია. მცირე ცოტა რაღაცები ცოტა ინფორმაცია ვნახე. ჩვენ შევთავაზეთ, რომ მასთან ერთად ვუყურებდით ელიზბარ ჩხიკვაძის, მათი ცენტრაძის და სხვა დაკავებულების კადრებს, მაგრამ უარი განაცხადა, წავიდა და ველოდებით ყოლინდელ დღეს გათენებას ველოდებით, როცა ისევ შევხვდებით უნივერსიტეტის რექტორს და გავიგებთ მის პოზიციას ამ კადრების ნახვის შემდეგ, რა სიტყვის ასევე მოვთხოვეთ გულიკო კაჟაშვილის იმ მოსამართლის, რომელმაც ელიზბარ ჩხიკვაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა და სხვებსაც ასევე, ჩემებურ სტუდენტ ნაცუშვილს, შუშანა მაცამბერიძეს ასევე 12-დღიანი პატიმრობა და სხვებს 10-დღიანი და 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გაეთავისუფლებინა ლექტორის პოსტიდან. ნუ როგორც ხდება, გაეთავისუფლებინა უნივერსიტეტიდან, მინდა რომ მოსამართლე სამართალს ვერ ასწავლის. ამაზე თქვენ რომ ეს რთული ამბავია და ნახოთ რა იქნება, მაგრამ ნახავთ რაც იქნება. სისტემის შესვლის შემდეგ ეს ადამიანი წავა სახლში, არ ამ ადამიანს არ ეპატიება და დაიზრდება ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც უკანონოდ გაუშვა პატიმრობაში. ეს მხოლოდ ერთი ღამით იქნება, ერთი ღამით დარჩებით ამ უნივერსიტეტის ფოიეში, თუ ძელვადიანია ისევ ეს საქმე. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ეს იყო პირველი საკონტროლო ღამე, შემდეგ გავივით მათთან კომუნიკაციაში და ერთად გადავწყვეტ სამოქმედო გეგმას და რაც გავაკეთებ სამომავლოდ. მადლობა, ეს არჩილ ბერიძე იყო სტუდენტი, თქვენს მოსაზრებას ისმენთ ახლა ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში, თქვენ ხედავთ გარემოს, როგორი გარემოა ახლა ბათუმის უნივერსიტეტის ფოიეში, აქ ისევ რჩებიან სტუდენტები პროტესტის ნიშნად, იმ ყველაფრის გამო, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ქვეყნის ევროპული გზის ჩაკეტვას აპროტესტებენ სტუდენტები, ძალაუფლების მიტაცებას აპროტესტებენ იმას, რომ უზარმაზარი საფრთხის წინაშე დააყენა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ მიტაცებული ძალაუფლების პირობებში, როცა მიიტაცა ძალაუფლება, ჩაკეტა ევროპისკენ მიმავალი გზა და ყავს პოლიტიკური პატიმრები, რეპრესიის მსხვერპლი რეჟიმის მსხვერპლი ადამიანები, რომლის გათავისუფლებაზეც ახლა ითხოვს საზოგადოება და ძლიერდება კიდევ უფრო ფართოდება წინამორბედის მოძრაობა და სტუდენტები ისევე როგორც ნოემბრის დღეებში არჩევნების შემდეგ გაყალბებული არჩევნები აპროტესტებდნენ აი ამ ფოიეში, დღესაც ისინი დაუბრუნდნენ აი ამ ფოიეს და აპროტესტებენ ისევ მათ შორის არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას. ლარა ქარციუაძეს
მოусმინოთ, რომელიც ის სტუდენტია, რომელიც აქ ნოემბრის დღეებშიც ათენებდა პროტესტის ნიშნად ღამეებს. ლარა, პირველ რიგში მითხარ, როგორია ეს შეგრძნება, როცა ნოემბერშიც აქ იყავით, 10 დღე გაათერთმაში ხო, თუ არ ვცდები, და შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა ეს საპროტესტო ტალღა. მოწინავე იყო, ბევრი აღნიშნავს ამას, რომ როცა დაიწყო ეს წინააღმდეგობა, ბათუმი იყო პირველი და თქვენ იყავით პირველი პრინციპში ამ წინააღმდეგობის ავანგარდში. შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აჩერებს ქვეყანა ევროინტეგრაციის პროცესს, ამის შემდეგ კიდევ უფრო საყოველთაო გახდა ეს წინააღმდეგობა. როგორია თქვენი შეგრძნება დღეს, როცა დაუბრუნდით ისევ უნივერსიტეტის ფოიეს? ნამდვილად, ჩვენ ვიყავით ის სტუდენტები, ბესო სტუდენტები, რომლებიც დავიწყეთ. ნიჰილიზმში გადავარდნილები ვიყავით რეალურად, მაგრამ ეს ნიჰილიზმის ეტაპი გადავლახეთ და რეალურად გადავდგით ნაბიჯი, რომ დაგვეწყო ისევ საპროტესტო მუხტის გაჩენა, რომელიც იყო მარტის აქციებიდან და სამწუხაროდ ჩაახშო არჩევნების შედეგებმა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რეალურად იგივე შეგრძნებით შემოვედით, იგივე მოთხოვნებით შემოვედით, რა მოთხოვნებიც ჰქონდა რეალურად ნოემბერში. გრძელდება ბრძოლა სტუდენტებისთვის, უფრო მკაფიო ხდება ის, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ და ისევ ატარებს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც აწყობს სამწუხაროდ ქართულ ოცნებას, როგორც მოგეხსენებათ, მერაბ ხალვაში საარჩევნო კამპანიებში იღებდა მონაწილეობას, როგორც დაამსწრე სხვადასხვა ღონისძიებაზე და მისი ეს გამოხატულება რეალურად არ ექვემდებარებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პოზიციას. რა ეტაპია ახლა ბრძოლის რა ეტაპია, იმიტომ რომ ერთის მხრივ მახსოვს, რომ თქვენ გქონდათ წინააღმდეგობა საპროტესტო ტალღა, მაგრამ ბევრი სტუდენტი არ უჭერდა მხარს, ყოველ შემთხვევაში ღიად არ უჭერდა მხარს ამ პროცესს. დღეს კი იგივე გაფიცვად ძალიან ბევრი სტუდენტი გამოვიდა უნივერსიტეტის ეზოში, ხო, ასევე საპროტესტო ბრძოლაშიც ძალიან ბევრი სტუდენტი მონაწილეობდა. რა შეიცვალა თქვენ დაკვირვებით ამ წინააღმდეგობაში? ნამდვილად, როგორც ვახსენე, ადამიანები ნიჰილიზმში იყვნენ გადავარდნილი, თუმცა რეალურად ნელ-ნელა დაიწყეს ამ ნიჰილიზმიდან გამოსვლა და გადავიდნენ საბრძოლო ეტაპზე და შესაბამისად სტუდენტებმაც მოინდომეს და გამოხატეს სურვილი, რომ საპროტესტო მუხტს შემართებით ყოფილიყვნენ საპროტესტო მუხტის მონაწილეები. გაფიცვაშიც ძალიან დიდი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას სტუდენტები და დღესაც დავინახეთ, რომ მხარს უჭერდნენ იმას, თუ რა მოხდა სასამართლოზე, როგორ დააკავეს, როგორ სამართლო და უკანონო დააკავეს მათი ცენტრაზე და ელიზბარ ჩხიკვაძე ამ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელზეც სამწუხაროდ დღეს მერაბ ხალვაშმა არ აღიარა, რომ ისინი არიან უკანონო დაბადებულები და რეალურად ამ უნივერსიტეტის ლექტორმა ქალბატონმა გულიკომ გამოკეტა 12 დღით ელიზბარ ჩხიკვაძე იმ არცი ციხეში მოკლედ. ხო, და არ ვიცოდიო ამ საქმის მასალებიო, ხო, ესეთი პასუხი გაუწია მერაბ ხალვაშ, როგორც ვიცი თქვენთვის, ანუ ამ უნივერსიტეტის რექტორს, რას ნიშნავს თქვენთვის ესეთი პასუხი? ძალიან კარგად იცის რეალურად მერაბ ხალვაშმა რა მოხდა იმ დღეს, როგორ დააკავეს ელიზბარ ჩხიკვაძე და მათი ცენტრაზე, თუმცა პირისპირ რეალურად არ უნდა ამ ადამიანს აღიაროს, რომ ეს ადამიანები არიან უკანონო დაპატიმრებულები. მე მიმართავ მერაბ ხალვაშს, თქვენ გაქვთ ვალდებულება იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც გენდობიან, რომლებიც მოყვებიან მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. ამ ადამიანებს უნდა უთხრათ, მხარი დაუჭიროთ და შეახსენოთ, რომ რუსული სისტემა არ იარსებებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი ეკუთვნის სტუდენტებს და რეალურად თქვენ უნდა ექვემდებარებოდეთ სტუდენტების გადაწყვეტილებაზე. თუმცა აპირებენ, რომ რექტორი გახდეს ტიტი აროშიძე, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატია არალეგიტიმურ უკანონო უმაღლეს საბჭოში. ხო, დღეს მან შეიტანა განაცხადი უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში. ფიქრობთ, რომ არ გამოვა ეს, ან რა მოლოდინი გაქვთ თქვენ? არსებობს იმის შანსი, რომ რეალური არჩევნები ჩატარდეს ამ უნივერსიტეტში? რეალური არჩევნები ჩატარდება, თუმცა ეს იქნება იგივე არალეგიტიმური არჩევნები, რაც ჩაატარა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ წელს 2024 წელს ოქტომბრის არჩევნებზე. მე ავცნობ ტიტი აროშიძეს როგორც რექტორის კანდიდატად და მივმართავ უნივერსიტეტს მისი რექტორად დანიშნვის შემთხვევაში. მე პირადად ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გამოუცხადებ ამ უნივერსიტეტის სრულ დამოურჩირებლობას და ავჯანყდები, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი არ აღიარებს ტიტი აროშიძეს ამ ქალაქის
ოცნების დეპუტატს, როგორც ამ უნივერსიტეტის მომავალ რექტორს. რატომ? რა არის პრობლემა თქვენ როგორ? იმიტომ რომ ბათუმ ზოგადად უნივერსიტეტში არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური პოზიცია, პარტიული პოზიცია უბრალოდ. რექტორი უნდა იყოს გამიჯნული პარტიული ქმედებებიდან. ამიტომ ის უნდა ატარებდეს მხოლოდ სტუდენტურ ინტერესებს და არა პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესებს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ კიტე აროშიძე, როგორც თვითონ აღნიშნა, რომ რეალურად გაწმენს ამ უნივერსიტეტს, ალბათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც წინააღმდეგობას უწევს. ამ ფიქრობთ, რომ რეპრესიების მოსაწყობად მოყავთ კიტე აროშიძე ამ უნივერსიტეტში? კი, ერთ-ერთი მთავარი როლი, რაც აქვს ეხლა კიტე აროშიძეს ამ უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე, დაიწყება წმენდა იმ ლექტორებისგან, რომლებიც ღიად გვიჭერენ მხარს. და იმ სტუდენტებს ალბათ შეუზღუდავს რაღაც უფლებებს და რაღაც შესაძლებლობებს, რომლებიც სარგებლობენ ეხლა ეს სტუდენტები. დამვითარებაში, როცა იგივე აროშიძე მოყავთ უნივერსიტეტში, რომ ამ რეპრესიები მოაწყოს, ეს რეპრესიები არის ქუჩებშიც, როცა თქვენ გამოხატავთ თქვენს გზავნილებს, თქვათ იფიცება საქართველოს და ამის გამო აკავებენ სტუდენტებს და დღეს რამდენიმე სტუდენტი უკვე პატიმრობაშია, ხო? იგივე მათი ცენტრალიზიან ელიზაბეთ ჩხიკვაძე, ასევე ლუკა ნაცვლიშვილი. როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის გაგრძელებას და მის შენარჩუნებას? თქვათ რომ ამას გქონდეს გავლენა, თქვენი ხედვა როგორია? მე ვფიქრობ, მე პირადად როგორც აქტივისტი წინააღმდეგობას გამოვხატავ დამოურჩირებლობით. არ ვემორჩილები იმ კანონებს, რომელიც მიღებულია ეხლა ჩვენი პროტესტის ჩასახშობად. არ ვემორჩილები იმ დებულებებს, რომელსაც გვთავაზობს ეხლა მერაბ ხარაშვილი და რომელსაც შემოგთავაზებს აშკარად ტიტე აროშიძე. ამიტომ ეს დამოურჩირებლობა იქნება გარეთ უნივერსიტეტში, აუცილებლად ღიად და მკაფიოდ უნდა გამოიხადოს სტუდენტების და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან. და დღევანდელი დღე ეს ღამე რაც გამოხატავს ამჯერად, როცა თქვენ ისევ ღამეს ათენებთ უნივერსიტეტში, რა გზავნილია ეს? დღეს როგორც იცით, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო შემთხვევები მოხდა, როცა ძალიან ბევრი ბიზნესი, მცირე ბიზნესი თუ დიდი ბიზნესები გაიფიცნენ, გამოვიდნენ გარეთ და კიდევ ერთხელ უთხრეს რუსულ სისტემას, რომ თქვენ სანამ არ წახვალთ, ჩვენ რაღაც ეტაპზე რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც კი შევაჩერებთ ჩვენი ბიზნესის წარმოებას და ეს იქნება თქვენი დარტყმა, თქვენი ეკონომიკის მიმართ დარტყმა და რეალურად დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემოსულიყავით უნივერსიტეტში და გაგვეთენებინა გუშაგებს ეს ღამე უნივერსიტეტში და კიდევ ერთხელ რეალურად ვაჩვენეთ, რომ ჩვენ საქართველოს ყოველთვის დავიცავთ სიცოცხლის ფასადაც რეალურად და ვიცავთ, ეს ჩანს თბილისშიც და აქ, როგორ გვიკავებენ, როგორ გსჯიან, როგორ ძალადობენ ჩვენზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, მორალურად ჩაურაცხყოფას გვაყენებენ და ამის მიუხედავად მტკიცეთ და მეტყრად გავართ საქართველოს სადარაჯოზე. მადლობა, ეს ლარა ქარცივაძე იყო სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ღამეს ათენებდა ამ ფოიეში ნოემბრის დღეებში, მას შემდეგ რაც გაჩნდა შეფასება, რომ არჩევნები არის გაყალბებული ქვეყანაში. მე აქ წაგიკითხავთ ბოლოს სიახლეს, რომ ოცნების დეპუტატი ტიტე აროშიძე ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობას აპირებს. განაცხადების შეტანა რექტორობის ამბებაზე დღეს 15 იანვარს დასრულდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ ბუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს. დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარის 14 საათზე. ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15 საათზე, ანუ იმავე დღეს. იმისთვის რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭირო აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა 6 ხმა უნდა მიიღოს რომელიმემ, რომ დაინიშნოს რექტორად. განმარტავს ბათუმ ელებთან საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე. ტიტე აროშიძე აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია. ქართული ოცნებიდან რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში, წინა საარჩევნოდ კი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ტიტე აროშიძე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ბავშვებს ომით აშინებდა. ტიტე აროშიძე ასევე ზეწოლას ვერ ხედავდა იმ ჩანაწერში, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდა ოცნების წარმომადგენელი და მას საკრებულოში ნეიტრალურის დაჭერას თხოვდა. ნაციონალური მოძრაობის და ფუტკარაძის ოჯახის წევრების განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძე სწორედ ამ ზეწოლის და შანტაჟის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება დაადგენს ამ ჩანაწერების ავთენტურობას, თუმცა მის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლა არ ფიქსირდება, ამბობდა მაშინ ტიტე აროშიძე. ტიტე აროშიძე ასევე აკრიტიკებდა პრეზიდენტ
პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ღარიბაშვილისა და კობახიძის რიტორიკის მსგავსად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ფაქტების წარმოდგენას თხოვდა, როცა ის ოცნების ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ომში მყოფ უკრაინას სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებდნენ. ტიტე აროშიძე საჯარო სამსახურში მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც, კერძოდ 2008-2009 წლებში ბათუმის მერიაში მუშაობდა და მერე სიწმუნებული იყო ხიმშიაშვილის უბანში 2009 წელს კი ასევე მერიაში ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მეორე კანდიდატი კი არჩილ ბუჩხანიძეა, იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი და ასოციაცია ფლორა და ფაუნას გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წლებია მუშაობს გარემოს დაცვის საკითხებზე. ის მუშაობდა შავი ზღვის კვლევაზე, რომელიც 2016 წელს ჩაატარდა, რომელსაც ევროკავშირის კომისია და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებდნენ. დღეს 15 იანვარს ტიტე აროშიძე უნივერსიტეტში თავად არ მისულა განცხადების შესატანად, მან მინდობილი პირი გაუშვა უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატურის დასარეგისტრირებლად. ასეთია ბოლო სიახლეები ამ უნივერსიტეტის შესახებ. დღეს ისევ ატარებენ პროტესტის ნიშნად ღამეს სტუდენტები. ეს თორნიკე კაკალაძეა, რომელიც ახლა ცდილობს დაუკრას როიალზე უნივერსიტეტის ფოიეში. საგამოშვიდობისა თორნიკე, რომ მოგიყვეთ დღევანდელი განწყობის შესახებ. თქვენი შეგრძნება როგორია? თქვენ ნოემბრის დღეებშიც ღამეს ათენებდით ამ ფოიეში. სამწუხაროდ ჯერ ვერ მივედით იმ შედაგებას, რასაც ნოემბრის დღეში ვითხოვდით. პირიქით, უფრო და უფრო მეტ შეცდომას უშვებს ქართული ოცნება, უფრო და უფრო მეტად გვაბრაზებს. თუმცა ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე, არ ვაპირებთ გაჩერებას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რადგან მოგეხსენებათ, რომ პოზიტივი და იმედი ხშირად ცდილობენ სტუდენტების გაშავებას. მე არ ვარ უშუალოდ შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თუმცა რახან ჩემს ქალაქში ხდება, ჩემს მეგობრებში ხდება, დღეს ისევ და ისევ ვათენებ ღამეს შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან რექტორი არასრულებს თავის პირველ რიგში სამსახურეობრივ მოვალეობას, რომ გამოიძიოს, გაარქმიოს თუ რა უჭირს თავის სტუდენტს და მეორე რიგში არ არის ადამიანური ღირებულებების დამცველი, რადგან წარმოუდგენლად მიმაჩნია მე როგორც რექტორს, როგორ არ უნდა მაინტერესებდეს ჩემი სტუდენტის ბედი, მით უმეტეს რომ კანონოდ არის დაპატიმრებული და მით უმეტეს რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც დღეს შოთაში ასწავლიან სამართალს და ეს მოსამართლეები არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით იღებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს სასამართლოში, არამედ კონკრეტული ადამიანების და კონკრეტული რეჟიმის ბრძანებებს უბრალოდ ქაღალდზე აფორმებენ და ჩემი აზრით ესეთი ადამიანები არ უნდა ასწავლიდნენ სამართალს, ეს არის სირცხვილი და როგორც შეამჩნევთ, ყველა ახალგაზრდა ვართ მოტივირებულები, ვართ მხნედ და ვართ ნებისმიერ რამეზე წამსვლელები, ოღონდ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანთ. არ გვეშინია არც მათ მუქარის, არც ცემის, არც დაჭერის, პირადად მეც 21-ში მაქვს სასამართლო და ალბათ გავიზიარებ ჩემი მეგობრების თქვენ ეს გედავებიან გზის ჩაკეტვას და ეს 16 დეკემბრის ღამეს, როცა კოკისპირულად წვიმდა და ძლიერი წვიმის მიუხედავად მაინც გაიმართა საპროტესტო აქცია ბათუმში. თქვენ გედავებიან გზის გადაკეტვას, მაშინ როცა ეს აბსოლუტურად გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და შეუძლია საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაკეტონ ქუჩა, ხო? თქვენ რა მოლოდინი გაქვთ მოსამართლისგან? ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს სწორედ ხო თქვენ შემთხვევაში? არანაირი განსხვავებული მოლოდინი არ მაქვს, რაც განსხვავდება ჩემი მეგობრების სასამართლოსგან, რადგან ყველა მისის რომ სასამართლო სისტემა დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორია და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე აფორმებენ ივანიშვილის რეჟიმის კონკრეტულ ბრძანებას. რამ გაგიჩინათ ეს შეფასება, რომ მეტაფორია სასამართლო და ის არ არის დამოუკიდებელი? თუნდაც გუშინწინდელმა პროცესებმა, როცა ფაქტებს საერთოდ არ დააკვირდა მოსამართლე არც ერთ ნაწილში, როცა ფაქტები სრულიად სხვა რამეს ამბობდნენ, თუმცა მოსამართლემ გამოიტანა რადიკალურად განსხვავებული განაჩენი ფაქტებისგან. თან ეს განაჩენი რატომღაც ჩვენ და გასაკვირად
ყველა განაჩენი ერთმანეთს ემთხვეოდა, ყველა პროცესი ერთმანეთს რაღაცით გავდა იმით, რომ გაიმარჯვა მხოლოდ უსამართლობამ ამ პროცესებში. და ყველა შემთხვევაში ერთი გამონაკლისის გარდა თორცები გამოიყენა მოსამართლემ ადმინისტრაციული პატიმრობა. ყველაზე მკაცრი ღონისძიება საპროტესტო აქციაზე დაკავებულების წინააღმდეგ, ხო? თქვენ ფიქრობთ, რომ ის არ არის დამოუკიდებელი, თუ აი რას დამგაქვს საქმე? ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოსამართლეები ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ყველა საქმეს, ყველა სასამართლოში საჩივარს განიხილავენ არა თვითონ, არამედ აწვდიან კონკრეტულ მითითებებს ამ მოსამართლეებს, თუ რა განაჩენი უნდა გამოიტანონ და კიდევ ერთხელ აღნიშნავ იმას, რომ მათ უბრალოდ ფურცელზე გადააქვთ ვიღაცის გადაწყვეტილი განაჩენები. თქვენ ფიქრობთ, რომ მოცემის დაკვეთა არსებობს მოსამართლეების მიმართ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მოსამართლე ეს არ არის აქციებს ეხება საქმე? ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ ამას პირველად არ ვხედავთ დღეს. ყოფილა მსგავსი შემთხვევები ბევრი დღემდეც, ამ პერიოდამდეც უშუალოდ ყოფილა რუსული კანონის დროს იგივე რეპრესიები, ესე რომ დავარქვათ და თან ისინი ამით არ ცდილობენ, არა ჩვენ ცდილობენ, არა ჩვენს დაშინებას, ვისაც გვიჭერენ. მათ იციან, რომ ჩვენ ვერ გავწყდებით. ისინი ცდილობენ დააშინონ ქუჩაში გამოსული ხალხი, რომელიც ისინი ეძებენ აგერ წოდებული მსუსხავი ეფექტი გონეს ამ ყველაფერს, რომ სხვები დააშინონ, რომ არ გაბედონ მათაც, რომ შეუერთდნენ პროტესტს. დიახ, თუმცა ქართველმა ერმა დღეს აჩვენა, რომ მარტივად არ ხდება. ეს აჩვენა გუშინ, როცა იმის მიუხედავად, რომ ბიჭებს სასამართლო ჰქონდათ, არ ამინდის მიუხედავად არ დაიზარა გარეთ გამოსვლა, ქუჩაში დგომა და ჩვენ ამ პროტესტს კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ შუაგზაზე არ დავტოვებთ და მე ვიყვანთ აუცილებლად ბოლომდე. რა არის საჭირო ახლა ბოლომდე მისასვლელად, რომ დაიხიოს უკან ამ რეჟიმმა და ვერ მოახერხონ დიქტატურის ამყარება და პრაქტიკულად ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის? საჭიროა მხოლოდ ის, რომ არ დავიღალოთ, რადგან ეს არის მთავარი ფაქტორი ახლა თქვენ. რადგან ჩვენ უკვე ვხედავთ თუ როგორ იღლება სისტემა. ამას ეს დავინახეთ გუშინ იმის დავინახეთ იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი პროცესის დარბევა მოუწია, უდანაშაულო ბიჭების დატყვევება მოუწია, მათი ცემის ფაქტები დადასტურდა, ასევე გვეძახა თურქები აჭარლებს, რაც განსაკუთრებით გვაბრაზებს ჩვენ და მე მგონია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდება მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებიც დაფიქრდებიან, რომ დღეს სწორი გზა მხოლოდ გარეთ დგომა და სწორი გზა მხოლოდ ქართული ოცნების დასრულება როგორც პოლიტიკური აქტს აღგულისხმობ იგივე რეპრესიებს, რასაც თვითონ ჩადიან ჩვენს მიმართ. თუნდაც აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მიზანი არ არის არავის მიმართ ძალადობა, არ არის არავის რეპრესიები. ჩვენი მიზანი პირიქით არის, რომ ის ადამიანებიც, ვინც დღეს სახლში თბილად ზიან და იქიდან აკვირდებიან ამ პროცესებს, დავარწმუნოთ ჩვენს სიმართლეში, იმაში, რომ სიმართლე მხოლოდ ჩვენს მხარეს არის და გამოვიყვანოთ გარეთ. მათ შორის მეც კიდევ ერთხელ აღნიშნავ პროცესზე. ეს ვცადე უსიტყვოდ მხოლოდ მზერით ვაკვირდებოდი პროკურორს, მაინტერესებდა როგორ ჩამხედავდა თვალებში იმ ფონზე, რომ მე დავებოდა აბსურდულ საქმეს, თუმცა ის გაღიზიანდა ამით. და ფიქრობ, რომ 21-ში კიდევ უფრო მეტხანს მოუწევს ამ ზერის ატანა და იმედს ვიტოვებ, რომ მასში, როგორც ქართველში, სინდისი გაიღვიძებს. როცა აღნიშნეთ, რომ თურქებს გვეძახდნენ, მგონი გულისხმობდით თემურ ქათამაძის შემთხვევას, ხო, რომელიც თქვენ სიმბოლოდ იქცა აქციების მედროშე კაცი, რომელიც ასევე დააკავეს ამ საპროტესტო აქციების დროს და ის არის თურქეთის მოქალაქე და მას მიაყენეს შეურაცხყოფა ამ ფორმით, იმიტომ რომ ის არის ეთნიკურად ქართველი, წარმოშობით ქართველი და არ ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას. ჩვენ ვართ ქართველები და მინდა რომ თითოეულმა ქართული ოცნების წევრმა დეპუტატმა თქვენ მოისმინეთ უკაცრავად აკვირ ვკითხოთ პოლიციელებისგან ეს რომ ასე მიმართავდნენ მედროშე კაცს. დიახ. გასეუბნებოდნენ კონკრეტულად მას. მოუწოდეს რომ დროშა ექნია თურქეთში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ მიყვან ჩემს საზღვრამდე, რომ მინდა რომ ქართული ოცნების თითოეულმა წევრმა დეპუტატმა მაღალჩინოსანმა ერთხელ და საბოლოოდ გაითავისოს, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის იმ ადამიანებისთვის გარეთ ვიბრძვით დღეს, სახელმწიფო არის ხალხი და არა ტერიტორია. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ ტერიტორიაზე დაიბადა ადამიანი, თუ იგი შეგნებით, ღირსებით და მოწოდებით არის ქართველი და მით უმეტეს თუ ამ ყველაფერს გენი უწყობს ხელს.
ჩვენ მე დროშეს მოკითხვა გამძლეობა მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვუსურვო მინდა რომ ხნეობა ვუსურვო რაც მთავარია და ვიდარწმუნებული ვარ რომ ის არა თუ გაწყდება არამედ უფრო და უფრო მეტი შემართებით შემოერთდება ამ ბრძოლას და მინდა რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დააფიქრდეს თუ რომელ მხარეს არის სიმართლე და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მადლობა ის თორნიკა კაკალაძე იყო სტუდენტი რომელიც პოეზიას მენ ახლა ისმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. აი ასეთი ვითარებაა ახლა ბათუმის უნივერსიტეტის ფოიეში აკაშვილია პლედები, სტუდენტების ნაწილი სხედან ნაწილი წამოწეულია პლედებზე. ისინი აპირებენ რომ დღევანდელი ღამეც გაატარონ უნივერსიტეტის ფოიეში. ამ აქციას დღეს შეუერთდა რამდენიმე სხვა უმაღლესი სასწავლებელი. ისევე როგორც ეს ხდებოდა ნოემბერში, მაშინ როცა პირველად ეს აპროტესტო ტალღა დაიწყეს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მათ ზედიზედ 10 ღამე გაათენეს უნივერსიტეტის ფოიეში, აი ამ სივრცეში. დღეს ახლა ისევ გაიშალა პლედები და ისევ რჩებიან სტუდენტები პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის კედლებში. მაგრამ ის თემა და ის საკითხი, რის გამოც ისინი იკრიბებოდნენ, დღესაც პროტესტის საგანია ანუ არჩევნების გაყალბება, ძალაუფლების მიტაცება, ქვეყნის ევროპული გზის ჩაკეტვა და უკვე არაერთი რეჟიმის პარტნიორი რეჟიმის ტყვე, რომლის გათავისუფლებასაც ახლა ითხოვენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. გავისაუბროთ კიდევ ერთ სტუდენტს. ნაკომის სკოლას გავისაუბროთ. მოგესალმებით, როგორია თქვენი განწყობა პირველ რიგში რომ გითხრათ დღეს როცა ისევ აქ ხართ თქვენ ნოემბრის დღეებშიც აკათენებდით ღამეებს პროტესტის ნიშნად. დიახ. პირველ რიგში რა შეიცვალა, რა ეტაპზე გადავიდა ახლა ეს ბრძოლა? შეიცვალა ის რომ ჩვენი მეგობრები არიან ამჟამად ქალაქ ბათუმის შოთორსალას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებულები. ელისბარი და მათი. რა თქმა უნდა სხვა კიდე მრავალი ადამიანი რომელიც ჩვენ ქალაქში დააკავეს და ყველას მოიხსენება ეს ფაქტები, თუმცა ამ უნივერსიტეტში ჩვენ დღეს მოვედით რექტორთან გვიდოდა გასაუბრება, რომელსაც უთხარით თუ კითხეთ რატო არ აკეთებდა განცხადებას. მან თქვა რომ თავიდან არ იყო ამ საქმეს გაცნობილი, შემდგომ თქვა რომ რაღაც საქმეებს გავეცანი, თუმცა მე მჭირდება ადვოკატებთან და იურისტებთან შეხვედრა რომ დავადგინო ეს ადამიანები არიან თუ არა დამნაშავეებიო, მე ჩვენ ვკითხეთ რომ თქვენ დაშვების დონეზე უშვებთ რომ ეს ადამიანები შესაძლოა დამნაშავეები იყვნენ იმ ფაქტების მიხედვით, რა ფაქტებიც ამ მომენტში გვაქვს ჩვენ მოცემული, რაზეც მან თავი არის და სტუდენტების კითხვებს გაეცა და გააგზავნა სიახლოვე. რავი, შემართება გვაქვს, ვფიქრობთ რომ ჩვენი ეს დღევანდელი გაფიცვა, რომელიც ისევ აქ ბათუმში მიმდინარეობს ამდენი ხნის შემდგომ, აუცილებელია. თქვენ იცით რომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტებში შეჩევიდნენ სტუდენტები. ზოგადად სტუდენტი თუ იფიცება საქართველოს. თუ სტუდენტი ამბობს ხმამაღლა მის საქმეს, ესე იგი ის ამბობს მისი მოქალაქეების, მისი მეგობრების და მისი ოჯახის საქმეს. იმიტომ რომ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკებმა აჩვენეს რომ სტუდენტები არიან ის ადამიანები ვინც სულიან ამ ყველაფერს. აი მაგალითად თუმცა ერთდღიანი გაფიცვაა ხო როგორ? ეს ერთდღიანი გაფიცვაა. აი მაგალითად ამ შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ეს უნივერსიტეტებიც რო აიღეს მათ შორის მაშინ აქ დროს. არა, შესაძლებელია გაგრძელდეს. გააჩნია მოვლენას, ყოველთვის ჩვენ მაგალითად თავდაპირველად რომ შემოვედით, მაშინაც ერთდღიანი ჰქონდა დაგეგმილი სიმბოლური გაფიცვა, თუმცა ჩვენ ნახეთ როგორ გაგრძელდა გარკვეული 10 ღამე დარჩით სამბოლოო. შემდგომ თბილისში გადავინაცვლეთ და თბილისში პროცესებთან ფეხი აუყვეთ და ჩამოვედით ისევ გავაგრძელებთ ჩვენს ქალაქში ისევ პროტესტი. ახლა სველოდებით მომენტებს როგორ გაგრძელდება, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმიტომ რომ დასმული არაფრისგან არა ვართ, ჩვენ ხედავთ ქალაქში როგორ დათარეშობს, ასე ვიტყოდი, დიმიტრი სამხარაძე თავის ხელის ვიჭერთან ერთად, ჩვენ ხედავთ ადამიანები როგორ გამოდიან აქციებზე და რკინის ხელკეტებს უქნევენ მოქალაქეებს. ჩვენ ხედავთ რომ თითოეული ადამიანის გადაადგილება მათ შორის უკვე პოლიციელთან ახლოსაც კი უკვე სახიფათოა, იმიტომ რომ შეიძლება თვით წმენით, შინაგანი წმენით იქნეს დაკავებული ნებისმიერი ადამიანი. ასე რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ამ პროცესებს ფეხი აუყვოთ, მივუყვეთ ნელ-ნელა და იმის მიხედვით გავაგზავნოთ გზა თუ როგორ განვითარდება ეტაპები. და მოსამართლე სასამართლო რა როლს ასრულებს ამ დროს ამ პროცესში? ულიკო კაჟაშვილი, ირმა ტოგონიძე,
ხათუნა ბოლქვაძე, ალექსანდრე გოგუაძე ერთხელ ზორდამ სამართლის სხვათა შორის დღეს ვიფიქრე სახში დამჩენილი ყავდა და ხალხის სამართლო მაქვს ადმინისტრაციული სამართალდამხმარე 15 დღემდე შესაძლებელია რომ მომისაჯონ თუმცა ანუ მეორე წრეზე უბრალოდ წელს მეორე წრეზე მივიდივარ აქამდე 21-ში ვიყავი ერთხელ დაკავებული მაგრამ თუმცა ვიფიქრე სახში ჯდომას დავუდგინეს არანაირი აზრი არ აქვს უმჯობესია მოქმედებაში იყო უმჯობესია იცოდე რა საკეთებ და პირისპირ შეხვდე მოვლენებს ვიდრე დაელოდო თუ როდის რა მოხდება მომენტები შენ უნდა განავითარო და შენ ხელში უნდა იყოს ყველაფერი ანუ ამჯერადაც 16 დეკემბრის ამბავზე გადავებიან 16 დეკემბრის ამბავზე მედავებიან რადგან იმ დღეს ბახუში ყავდა ჩვენ მოსამართლე აშკარად ეთყობოდა რომ შეუძლოდ იყო და ვერ გააგზავნებდა პროცესს ბატონი ალექსანდრე ანუ საუბარია იმ დღეზე როდესაც თბილისში საბილოში იყვნენ იქ ეფრემ მათ შორის როგორც აღმოჩნდა გულიკო კაშაშვილის ყოფილა შემდგომ ჩამოვიდა მე სამწუხაროდ გვიან გავიგე ეგ ამბავით ქალბატონი გულიკოს საცვალ ხსენიებდი იმ დღეს თუმცა მე დღეს გავიგე ეგ ამბავი რომ ბაბილოში ქალბატონი გულიკოც იყო და როგორც ვიცი ის არ მალავს და ღია გამოდის რომ კლანის მოსამართლეა ასევე რამდენადაც ვიცი მას ნათესაური კავშირებიც კი გააჩნია ამ ყველაფერთან ერთად. ხელშორის ბავშვებმა ესეულ სტუდენტებმა მოთხოვეს ქალბატონი გულიკოზე გამოკვლევების ჩატარება პეტროსავჭოს უნივერსიტეტის და გათავისუფლება მათ შორის თუ კი ის ასწავლის ამ უნივერსიტეტში სამართალს. ქალბატონი ირმა ტოგონიძეც თუ აუწევი ამ უნივერსიტეტში უნდა ასწავლის ყოველ შემთხვევაში ქალბატონი ირმა და ხათუნა ბატონობისენებ ქალბატონებით არ ვიცი სამწუხაროდ მონამართლეები ირმა ტოგონიძე და ხათუნა ბოლქვაძე ჩემს უნივერსიტეტში ასწავლიან ხოლო მონამართლე ალექსანდრე გოგუაძე და მონამართლე გულიკო კაშაშვილი რომლებიც ყველა ერთად რუსები არიან და ამ სისტემის ასე ვთქვათ ჩირკი ქვეყნის ჩირკი და სირცხილი არიან სამართლებრივ სისტემაში და ასევე საგანმანათლებლოში რომლებიც ფაქტიურ კითხულობენ ერთ ლექციებს და პრაქტიკაში აჩვენებენ ამ ადამიანებს საერთოდ სხვა რამეს შემოაზრით რაც შეიძლება მალე არიან პრაქტიკის მოსაშორებლად პრაქტიკაში რა საკეთებენ ისინი რეალურად აი მაგალითად როგორც იურიდიულ საკითხებში მეტნაკლებად მაინც ჩახედული ადამიანი ვიცი რომ სამართლი უნდა დაეყრდნოს არგუმენტებს, ფაქტებს უნდა მოითხოვოს მტკიცებულებები, მოწმის ჩვენებები უნდა იყოს გადამოწმებული ამავდროულად მოწმის ჩვენება და ვიდეო მასალა რომელიც არის წარმოდგენილი ელემენტარული მაინც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და მაგალითად ადამიანი რომელიც 10 საათსა და 00 წუთზე არ იმყოფებოდა და მივიდა 3 საათზე მაგალითად ჩუატკის და მასე დავებიან დილის 11 საათზე მაგალითად ქუჩის გადაკეთებას ამ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გამოკვლეული და ისე უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღება და არა ისე რომ მაგალითად პოლიციელის ჩვენება აუცილებლად აპრიორი რეალობა არის ეს სასამართლო სისტემა როდესაც პოლიციელი ყოველთვის მართალი იყო თუნდაც მას ჩვენება მიეცა მქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში რომელიც საბედნიეროდ ერთი პერიოდი შეცვლილი იყო თუმცა ხედავთ როგორ დაბრუნდა ისე ხელახლა როგორც ალექსანდრე გოგუაძე რომელიც ხვალ ალბათ ჩემს საქმეზე მიიღებს გადაწყვეტილებას ის ერთხელ მოხსნეს შემდგომ პროკურორად აღადგინეს და ამის შემდგომ ისევ მოსამართლედ დაგვიბრუნდა ამჯერად კლანის ანუ ხო თქვენ ელოდებით რომ მის გაგამტყუნებთ ალექსანდრე გოგუაძეს მართლა არ ველოდები მისგან ისეულ როგორც სასამართლოს შეეფერება ისე გადაწყვეტილებას ველოდები როგორც ერთ-ერთი კლანის მოსამართლის გადაწყვეტილებას და როგორც იმ ადამიანს რომელსაც თავდაპირველად კორუფციაში და მსგავს საკითხებში დაედო ბრალდა რის გამოც მოიხსნეს სასამართლო სისტემა და გამოსავალი რა არის ხა ბოლოს ეგ რო გითხრა ამ რეპრესიების კიდევ უფრო გააქტიურების და მომძლავრების პირობებში როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის გაგრძელებას ისე რომ მართლაც მოუხდეს ივანიშვილს უკან დახევა პირველ რიგში ხალხის ხმა არის გადამწყვეტი ხალხი ამის შემდგომ როგორც ჩანს ჩვენ ხედავთ რომ აგონიაში არიან არიციან რა მოიმოქმედონ ოღონდ რამენაირად ხალხი დააშინონ და ჩვენს ველოდებით სანქციებს რომლის მიხედვითაც აი მაგალითად ვიცით რომ აბუ-დაბიში ახლა ბატონი ზარქვა და სანიკიძე თავიანთი ეგრეთ წოდებული ვაშკაცობით გამოიჩნენ როგორც თვითონ ამბობენ პარლამენტარები მათ ვაშკაცეს 3 ერთზე თავს დაესხნენ ადამიანს რომელიც იმყოფებოდა ოჯახის წევრთან ერთად მაგიდასთან და მიირთმევდა აი ასეთი საქციელები მათ როგორც ვაშკაცობად მიაჩნიათ სამაგიეროდ პასუხსაც აგებენ თუ ნამდვილი სამართალი აინტერესებს თუ აბუ-დაბის მაგალითი აიღონ და ისე მოეცნენ დღევანდელ პარლამენტარებს როგორც აბუ-დაბიში მოეცნენ ჩემნაზე ყველა მეორე გასამართლებელია მარტო იმიტომ რომ ამ ხალხის დამცირებაში იღებენ მონაწილეობას. როდესაც ხალხს ამცირებს, შენ უნდა ელოდო ანალოგიურ პასუხს ხალხისგან.
მადლობა, ეს ნოკომერცხოვა იყო კიდევ ერთი სტუდენტი, რომლის პოზიციას ისმენდით თქვენ ახლა ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ასეთია მოცემულობა ამ დროისთვის უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც დღეს კიდევ ერთხელ გაატარებენ დარჩებიან ღამით სტუდენტები. ეს საყოველთაო აქცია, დღევანდელი აქცია სტუდენტებისა შეუერთეს ხელმძღვანელი სასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით. დღეს მოეწყო გაფიცვა, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებმა დატოვეს აუდიტორიები და მოაწყეს საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის ეზოში, ასევე მათ მოეწყეს საპროტესტო მსვლელობა, შემდეგ ისინი შეუერთეს საპროტესტო აქციას ბათუმის დრამატულ თეატრთან, სადაც გამოვიდნენ გაფიცვილი მსახიობები, ხოლო შემდეგ მათ მოეწყეს სოლიდარობის მარში გამოცემა ბათუმელების რედაქციასთან, მათ გამოხატეს სოლიდარობა მზია ამაღლობლის დაპატიმრების გამო. მზია ამაღლობელი ონლაინ გამოცემების ბათუმელებისგან ედგაზეთის თანადამფუძნებელი დირექტორია. ის დააპატიმრა გუშინ მოსამართლე ლენინ სახელაშვილმა, რაც ფასდება როგორც პოლიტიკური პატიმრობა, რადგანაც მისი დაკავების და შემდეგ დაპატიმრების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა და დღეს ჩვენ არაერთი უფლებადამცველის და ავტორიტეტული ორგანიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს ვისმენთ, რომლებიც მოითხოვენ დაუყოვნებლივ მზია ამაღლობლის გათავისუფლებას და ძალიან კატეგორიული და მკაფიოა შეფასებები, რომ მზია ამაღლობლის საქმე აჩვენებს იმას, თუ როგორი ფორმები ცდილობს ქართული ოცნება გააქროს კრიტიკული მედია ქვეყანაში. დღესაც რჩებიან სტუდენტები უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტის ნიშნად, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ნოემბრის დღეებში, მას შემდეგ რაც მათ გაუჩნდათ შეფასება, რომ არჩევნები ქვეყანაში გაყალბდა. შემდეგ კი ეს პროტესტი გახდა უფრო საყოველთაო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როცა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწერილი შესახებ მოლაპარაკებები არის განადგურებული 2028 წლამდე, ანუ პრაქტიკულად შეაჩერა ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესი. ნახოთ, როგორ განხორციელდება პროცესი და წინააღმდეგობა გრძელდება. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს სტუდენტ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi და ნეტგაზეთი.gi რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.